დღეს არის შაბათი 10 იანვარი 2026 წელი და საეკლესიო კალენდრი დღეს არის 28 დეკემბერი 2025 წელი და დღევანდელი წმინდანების შესახებ უპირველეს ყოვლისა დღეს არის ხსენება დაწესებული დღევანდელ დღეს არის 20,000 ნიკომიდიელი მოწამის ხსენება, რომელთა შესახებ ჩვენ გვისაუბრია, იმიტომ რომ აი ამ 20,000 ნიკომიდიელ შორის, ვინც დღევანდელ დღეს აღესრულა, არიან ისეთი წმინდანები, რომლებიც სხვადასხვა დღეს არის მათი ხსენება და ამიტომ ჩვენ გვისაუბრია მათზე. ეს არის საუბარი 217 და ეს არის საუბარი 246. აი ამ ნიკომიდიელებში ვინც მოიაზრება, ჩვენ მათზე გვისაუბრია, ამიტომ მე თლიანობაში აღარ მოგიყვებით, რაც გვისაუბრია, მაგრამ ახალი გარემოება გვაქვს. ეს საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი ნიკომიდიელი მოწამის წმინდა ნაწილები აღმოჩნდა, მობრძანდნენ ჩვენთან და აი სწორედ მის შესახებ მინდა გითხრათ, ეს არის წმინდა თეოფილა ნიკომიდიელი და მოგიყვებით ორი ცოტა, ძალიან ცოტა რამ ვიცით მის შესახებ, მოგიყვებით და წმინდა ნაწილსაც გაჩვენებთ. ეს ამბავი ზოგადად მოხდა დიოკლეტიანესა და მაქსიმიან იმპერატორების დროს, როდესაც დევნა იყო და უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ესენი ტაძარში იყვნენ შობის ღამეს და ესე იგი ამ გააფრთხილეს, რომ ყველანიო მოდითო, რომ თაყვანისებთ კერპებსო და ესენი არ მოვიდნენ და აქ მოკლედ ეპისკოპოსი იყო ანთიმოზი, ნიკომიდიის ანთიმოზი. ეს ნასაუბრები გვაქვს. ეპისკოპოსი იყო ანთიმოზი და რომ გაიგეს, რომ ეს ტაძარს ამზადებენ იმისთვის, რომ ცეცხლი წაუკიდონ გარშემო და გამოწვან, ესენი გამობუგონ ტაძარში, აი ამ შობის ღამეს მონათლა ბევრი ადამიანი კათაკმეველი აზიარა და მოკლედ 20,000 ადამიანი მოკლედ აღესრულა ასეთნაირად და აი ამ მსახურების დროს ნახსენები არის იღუმენია აგათია და ნახსენები არის უბრალოდ თეოფილა, ქალწული თეოფილა, რომელიც სასწაულებრივად გადარჩენილი იყო, მოკლედ წაყვანილი ყავდათ როგორც ქრისტიანი სამეძაო სახლში. და აი სასწაულებრივად იქიდან იყო დახსნილი და მოვიდა ამ ტაძარში და მოკლედ აი აქ აღესრულა და ამ თეოფილას ხსენება არის დღეს. ანთიმოზის სხვა დღეს არის, კიდე გორგონიუსის წმინდა ნაწილები გვაქვს, ისიც სხვა დღეს არის და მოკლედ აი ამ თეოფილას ხსენება არის დღეს და ეხლა მე მინდა გაჩვენოთ, რაც გონი არც მიჩვენებია. აი ჩვენს ათონურ ხელნაწერში არის ესეთი გამოსახულება არაჩვეულებრივი. ესენი არიან ეს 20,000 ნიკომიდიელი და აი ეგ გვერდით აი წითელ შესამოსელში ახლა გადიდებულს გაჩვენებთ. არის სწორედ ეს თეოფილა. აი ნახეთ, აი ეს არის თეოფილა და ეს არის ანთიმოზი კიდე შუაში დგას იქა და ეს კიდე ამ ჩვენს ათონურ ხელნაწერში ცალკე არის კიდე, როდესაც ანთიმოზის ხსენება არის 3 სექტემბერს არის და აი მოკლედ ეს არის. აი ხედავთ. თეოფილას მინდა ნაწილი შემიძლია გაჩვენოთ. ესეც ახლა მოვცეცები. აი ეს. შეგვეციოს მისი მადლი. და მე გადავდივარ შემდეგ წმინდაზე, რომლის შესახებაც დღეს უნდა მოგიყვეთ, ეს არის წმინდა დომნინუსი. წმინდა დომნიონუს რომაელი, რომლის შესახებ
რომლის შესახებ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ასევე ვიცით მხოლოდ ის რომ ნეტარი იერონიმე მოიხსენებს წმინდა დომნიონუს თავის წერილებში ნეტარი იერონიმე ეს არის მე-4 საუკუნის მიწერული 395 წელს აღესრულა დომნიონუსი და ვინ იყო დომნიონუსი ეს არის საოცარი რამ უნდა გითხრათ ესე იგი რომ ნეტარი იერონიმეს სახელთან განუყოფელი არის ბევრჯერ მიხსენებია ვულგატა ეს არის რაღაც არაჩვეულებრივი სრულებით ახალი თარგმანი საღვთო წერილის ლათინურ ენაზე რაც შეასრულა და კომენტარები დაურთო ნეტარმა იერონიმემ და აი თურმე ამ ტექსტის რედაქტორი ყოფილა სწორედ დომნიონუსი ასწორებდა ამას გარდა ამისა კიდევ აქვს ნეტარ იერონიმეს ორი წიგნი იოვიანუსის წინააღმდეგ რომელიც რაღაც უცნაური რაღაცა ერეტიკოსი იყო და დაუწერა ამან ორი წიგნის სამხილებელი და როგორი პიროვნება იყო იცით ეს იოვინიანუსი ესე იგი ეს ილაშქრებდა ასკეტიზმის წინააღმდეგ რომ ესე იგი ეს ასკეტური ცხოვრება ბერები რომ აქ რაზეა ხო მე-4 საუკუნეზე ლაპარაკი ანტონ დიდი ყავს და რაღაცა დიდი მამები ამის წინააღმდეგ ილაშქრებდა და თვითონ სამსარი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა ეს იოვინიანუსი ხო და მოკლედ ეს ამხილებდა და ამის მხილებამ გამოიწვია ხალხში რაღაცა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და სწორედ ეს დომნიონუსი ამან მიწერა წერილი ნეტარი იერონიმე სადაც აი უთხრა რომ თხოვა რომ აი ეს ადგილები შეცვალე შეარბილე რაღაცა რომ უფრო ესე იგი მიიღოს ხალხმა ეს წიგნი ესა და გარდა ამისა კიდევ მიწერმოწერაში ნეტარე ავგუსტინესთან ქონდა მიწერმოწერა პაულინუს ნოლელთან ჩვენ გვიხსენებია ბევრჯერ რუფინუსი საეკლესიო მწერალი აი ამათთან ქონდა მიწერმოწერა და კიდევ სხვებთან და პაული ესე იგი პაულინუს ნოლელმა ასევე სთხოვა თავისი წიგნის ხელნაწერების რედაქცია ეს არის ცნობილი მხოლოდ და კიდევ არის ცნობილი რომ მოგზაურთა ანუ მომლოცველებზე ძალიან ზრუნავდა ხოლმე რომში რომ ჩამოდიოდნენ და კიდევ ძალიან მტკიცეთ გამოსვლები ქონდა ესეთი და ილაშქრებდა უზნეობის რომში უზნეო ცხოვრების წინააღმდეგ მოკლედ ამაზე ქონდა ეს არის ეს მეტი დომნიონუსის შესახებ არაფერი ვიცი და არც გამოსახულება გაგვეჩნია და აქაც გვაქვს ეს პატარა ნამცეცები და პატარა ამბები გვაქვს დღეს პატარა ზომით თორე თვითონ ამბები მნიშვნელოვანია ნეტარი იერონიმეს რომ რედაქტირებას უკეთებ ესე იგი ეს პატარა ამბავი არ არის რა შემდეგი წმინდანი ვიზაც უნდა გესაუბროთ ეს არის ჩვენ დღევანდელი დღე ამოვწურეთ ფაქტიურად ეს შაბათი ხვალინდელის ესე იგი კვირა დღე არის ესე იგი ეს არის 29 დეკემბერი ანუ 11 იანვარი ახალი კალენდრით 29 და ეს არის უკრაინელი წმინდანია წმინდა სქემარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი რომელიც აღესრულა 1950 წელს ანუ ჩვენი დროის წმინდანია თანამედროვე წმინდანია და წარმოიდგინეთ დაიბადა 1868 წელს და 1950 წელს აღესრულა ანუ ფაქტიურად მთელი ეს საბჭოთა კავშირი და მთელი ეს მის ხრებზე მათ შორის მის ხრებზეც გადაიერა და მის შესახებ მოგიყვებით ახლა ესე იგი ლუკა ერქვა ერისკაცობაში პროსკურა ეს იყო მისი გვარი აი ჩერნიგოვის გუბერნიაში დაიბადა ეს არის ჩრდილოეთ უკრაინა ჩერნიგოვის გუბერნიაში დაიბადა და მშობლები ესე იგი წინასწარ მინდა გითხრათ ერთი რამ რომ
მე რაც მოვახერხე და მოვიპოვე, ეს არის მცირე ესე იგი მოკლე აღწერა შედარებით. როგორც ჩანს არსებობს ვრცელი რედაქციაც მისი ცხოვრების. რატო ამბობ ახლა ამას? ახლა რაღაც მოგიყვებით, აქ არ არის არსად არ ჩანს, აი რატო შეირაცხა იგი წმინდანად. აქ არ არის ეს. მე უბრალოდ მის ბიოგრაფიას გიყვებით ახლა და მე თვითონ დავინტერესდი მერე და როგორ ჩანს წერია, რომ სასწაულთქმედებდა სიცოცხლეში, სასწაულთქმედებდა და იყო აღსარებელი, იმიტომ რომ აქ მოკლე ბიოგრაფიაში არ არის მისი დაპატიმრების და მის შესახებ, მაგრამ ოქმები არსებობს მისი დაკითხვის და როგორ ჩანს აი ესეთი მტკიცე პიროვნება იყო და დიდი გავლენა ჰქონდა ძალიან მათ შორის ათონის თვალზე, ახლა წაგიკითხავთ, მოგიყვებით ყველაფერს. მშობლები ძალიან ღრმად რელიგიური ადამიანები იყვნენ და ესე ძალიან გაჭირვებული ოჯახი იყო და პირველ დაწყებითი სკოლა 13 წლის ასაკში დაამთავრა და ისეთი ნიჭიერი მოწაფე იყო, რომ სკოლაში დატოვეს დამხმარე მასწავლებლად. მასწავლებლებს მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდაში და განათლებაში ეხმარებოდა. აღმოჩნდა რაღაც არაჩვეულებრივი სმენა, მუსიკალური სმენა და თავიდან ესე იგი დადიოდა ძალიან ერთგულად ეკლესიის მრევლი იყო და იქ გალობდა და შემდეგ ისე მოხდა, რომ გაიცნო რეგენტი იმპერატორის გუნდის, საიმპერატორო გუნდის ყოფილი რეგენტი გაიცნო, რომელიც ძალიან დაინტერესდა მისით და ფაქტურად მისი პირადი მასწავლებელი გახდა და ძალიან ფაქტობრივად რეგენტობა ასწავლა, ძალიან ეს იყო ძალიან ცნობილი რეგენტი ყველაფერთან ერთად ეს წმინდა ლავრენტი. და შემდეგ როდესაც ერთი წელი ცხოვრობდა ამ რეგენტთან ახლოს და ამ ჩერნიგოვში, ქალაქ ჩერნიგოვში და ეს ხო სოფლიდან იყო და ისწავლა ვიოლინოზე დაკვრა. რომელიც მე ძალიან გამოადგა რისთვის, იმიტომ რომ მამა ადრე გარდაეცვალა და კიდევ ისწავლა კერავის პროფესია აითვისა, კერავი გახდა რა. კერავი გახდა და მე მამა რო გარდაეცვალა, დაბრუნდა თავის სოფელში და თავის ოჯახს ძალიან ეხმარებოდა. აი ამ თავისი დაკვრით რაღაცა დრო და დრო ეთყობა საჭირო იყო ვიოლინოზე, ამაში ფულს უხდიდნენ და რაც თავარია, როგორც კერავი, აი სახელი გაითქვა პირდაპირ რა, ესე იგი არასოდეს არ აკლდა მუშტარი, თუ ესე იგი აი ვინც დამკვეთი რა, ესე რომ ვთქვა, დამკვეთი და მოკლედ აი ესე ცხოვრობდნენ. სანამ აი ეს უკვე დედა რო გარდაეცვალა, მე უკვე დედაც რო გარდაეცვალა, ახალგაზრდა იყო სრულებით და გადაწყვიტა, რომ მონასტერში წასულიყო. მეგობარი ყავდა ერთი, რომელსაც ერქვა სახელად სიმეონი და აი თავის მეგობართან იყო ერთად ჯერ იყო და კიევში ლავრაში ჩავიდა ფეხით და ლოცვა კურთხევა ითხოვა, რომ დარჩენილიყო, რომ განათლება მიიღო და ვერ მიიღო ლავრიდან ეს ლოცვა კურთხევა, დაბრუნდა ძმაც სხვათა შორის უფროსი ძმა ეწინააღმდეგებოდა მის მონასტერში წასვლას, მაგრამ მაინც შემდეგ გავიდა რაღაც დრო და ამ სიმეონთან ერთად მე არაფერი არ გვაქვს საჩვენებელი, მარტო ფოტოები ამ სიმეონის და თვითონ წმინდა ლავრენტის. სიმეონის შესახებ არ წერია, რომ წმინდანად შეირაცხა, ათონის თვალზე იყო. მოკლედ სიმეონი და ეს ლუკა ჯერ კიდევ წავიდნენ ათონის თვალზე და შემდეგ უკვე მოინდომა ლუკამ დარჩენა ათონის თვალზე, ესენი მივიდნენ იქ წმინდა პანტელეიმონის მონასტერი უკვე იყო იქა, 19 საუკუნეში დაარსდა რუსული მონასტერი ათონის თვალზე და სიმეონი დაიტოვეს, დარჩა და ამას აკურთხა წინამძღვარმა, ლოცვა კურთხევა მისცა, რომ შენ უნდა წახვიდე დაბრუნდე რუსეთში, იმიტომ რომ შენი ძალიან საჭირო იქნება. მეტი აი ესეთი რამ უთხრა, ჯერ არ იყო ეს რევოლუცია მომხდარი და არავინ არ იცოდა რა ხდებოდა და ბოლოს დაბრუნდა და 1912 წელს აღიკვეცა.
აღიკვეცა 45 წლის ასაკში ლავრენტი მთავარდიაკონის სახელით და 1914 წელს იეროდიაკონი გახდა, ხოლო 1916 წელს ვლად დაასხეს ხელი და კიევის ქვაბდა, ესე იგი ღუმის მონასტერი, კიევო-პეჩორსკაია ლავრა ესე ქვია. აი აქ 1923 წელს საიდუმლოდ აღიკვეცა დიდ სქემაში. და აქ მოღვაწეობდა უკვე კიევის პეჩორის ლავრაში იყო და თანდათანობით შეიტყვეს მისი სიბრძნის განათლების ღრმა სულიერების შესახებ და უამრავი ადამიანი გახდა მისი მრევლი, ასევე სასულიერო პირები და ეპისკოპოსები რჩევას ეკითხებოდნენ, მოკლედ აი ესეთი ცნობილი სასულიერო მოღვაწე გახდა. ეს ლავრა კომუნისტების დროს დაიხურა, შემდეგ ესე იგი ამოვიდა, გადავიდა საცხოვრებლად, რაღაცა პატარა ქოხი თუ რაღაცა ვადრუკის სახლი ჰქონდა და იქ დასახლდა და მრევლიც იქ აკითხავდა და იქ ესე იგი თვითონ საეკლესიო ლოცვები, აი რაც იკითხება მონასტერში, მწუხრი და ცისკრის ლოცვები, ეს რამდენიმე საათს გრძელდება, ხო? და აი ეს გამოყავდა თვითონ მარტო ლოცულობდა ამ სახლში. და იქვე იყო ილია წინასწარმეტყველის რაღაცა ტაძარი პატარა, სადაც იგი მსახურებდა და 1928 წელს უკრაინის ეგზარქოსმა იგი აკურთხა სქემარქიმადრიტის წოდება მიანიჭა. 20 წელი იმსახურა ესე ამ პატარა ტაძარში და მერე კომუნისტებმა ეს ტაძარიც დახურეს და ამის შემდეგ უკვე ომი დაიწყო, აქ ეს ახლა ჩერნიგოვში ხდება უკვე ეს ყველაფერი, ომი დაიწყო და აქ ესე იგი ეს დახურული მონასტერი, როდესაც გერმანელები ეს ოკუპაციაში მოყვა მოკლედ ეს ჩერნიგოვი, ამ გერმანელებმა მისცეს უფლება რომ მონასტერი გაეხსნათ. და აი მონასტერში დაბრუნდა ისევ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში და აი აქ მსახურებდა და მერე ომის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანი კიდე მოქმედებდა ეს ტაძარი და მოკლედ აი ესე 1950 წელს გარდაიცვალა და შემდეგ ამ ჩერნიგოვის სამების ტაძარში დაკრძალეს ეზოში, სადაც 7 ეპისკოპოსის სხეული სამარხი იყო და 1993 წელს უკრაინის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ხოლო 2016 წელს რუსეთის მართლმადიდებლმა ეკლესიამ. აი ასე გამოიყურებოდა თვითონ ლავრენტი ჩერნიგოველი და აი ეს არის სიმეონი სქემარქიმანდრიტი სტაქიუსი ესე არის. აი ეს არის მისი მეგობარი. და აი ეს არის მისი წმინდა ნაწილი, ნამცეცი. აი ესეთი ნაწილში ასაც ხედავთ, არის პატარა ნამცეცი ჩაბძანებული. და ბოლოს აქაც უკვე ესეთი ვითარება, უბრალოდ ეს 31 დეკემბერს არის ხსენება. ამიტომ მაინც 2000 სიტყვა სათქმელი მოგახსენებთ, ეს არის წმინდა კორნელიუსი, კატანიელი მოწამე და ესე იგი აქ არის მხოლოდ ცნობილი ჯგუფის მოწამეების სახელების ჯგუფიდან ეს არის პონტიანუსი, ატალუსი, ფაბიანუსი, კორნელიუსი, სიქსტუსი, ფლორუსი, კვინტიანუსი, მინერვიანუსი და სიმპლიციანუსი. ესენი არიან კატანიელი მოწამეები, სიცილიელები, სიცილიაში ეს კატანია და ისიც კი არ ვიცი ზუსტად რომელ საუკუნეში ეწამნენ ესენი სანტ-ეპლიუს, ესე იგი წმინდა ეპლიუსი
იყო მოწამე, რომელიც დიოკლეტიანეს დროს, დევნის დროს აღესრულა და მისი სახელობის ტაძარი იყო კატანიაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს 1953 წელს დაინგრა. აი იქ არის დაკრძალული ამ წმინდანების წმინდა ნაწილები, აი ეს არის. ნახეთ, აი ეს არის ამ ტაძრის ძველი ფოტო არის ინტერიერი, რომელიც დაინგრა. და ეს არის ნანგრევები, აი ნახეთ. აი ეს. აი დღეს ესე გამოიყურება. აი დღეს ესე გამოიყურება, ну, აი მეტი არაფერი არ არის და აი ეს წარწერა, რომელიც აქ არის, ეს წარწერაც აი ეს წარწერა არის, აი ეს წარწერა, აი ესე. და აქ არის აღწერილი ამ წარწერაში, რომ აქ ამ ნანგრევებში ეს არის იმ ადგილზე კრიპტა არის, დარჩენილი მარტო მიწხვიშა ნაწილი და ეს არის ის ადგილი, სადაც წმინდა ევკლიუსი ლოცულობდა, სადაც მას მოკვეთეს თავი. აი ეს არის მხოლოდ და გვაქვს კიდევ ეს ფრაგმენტები წმინდა კორნელიუს კატანიელის აი ესეთი წმინდა ნაწილები გვაქვს და დღეს ამითი უნდა დაგემშვიდობოთ. აი ეს არის სულ დღესაც შემიძლია გითხრათ. მე შეგახსენებთ, ესე იგი ჩვენ დღეს ვახსენეთ ვისაუბრეთ 20,000 ნიკომიდიელ მოწამეზე და მათ შორის ახლად მობრძანებულ წმინდა თეოფილა ქალწულის წმინდა ნაწილები გვაქვს. მეორე ვიზეც გესაუბრეთ, ეს არის დომნიანოსი, რომელიც იყო თანამოღვაწე, ალბათ ესე უნდა ვთქვათ, წმინდა ნეტარი იერონიმესი და იმპერიუდის ნეტარი ავგუსტინესი და პაულინუს ნოლელის და ასე შემდეგ და შემდეგ ვისაუბრეთ წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველზე, რომელიც 1950 წელს გარდაიცვალა და დიდი მამა იყო ძალიან და ბოლოს კი მოგახსენეთ წმინდა კორნელიუსის შესახებ, კორნელიუს კატანიელი მოწამის და ამითი კი მე დღეს დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.